არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში ამბობდნენ, რომ ქართული კინოს ფენომენი, ქართული თეატრის ფენომენი, ქართული კულტურის ფენომენი უკვირდა, საიდან არის ამ პატარა ქვეყანაში ასეთი დონის კულტურა. ბორის პაიჭაძე შემოიტანა ფეხბურთის ახალი გააზრება, ახალი ამპლუა შექმნა, იცი? მე ვიტყოდი, როდესაც მწვრთნელს საქმე აქვს ასეთ ინდივიდთან, ეს უნდა განაზოგადოს და მე გუნდის მეთოდადაც კი უნდა გადააქციოს. საკავშირო გათამაშებებში ჩაბმის პირველ დღიდანვე თბილისის დინამოელებმა ბორის პაიჭაძის მეთაურობით ბრწყინვალე სპორტულ შედეგებს მიაღწიეს. ჩვენი თვალუწვდენელი ქვეყნის ყველა კუთხეში სიყვარული წარმოსთქვამდნენ და წარმოსთქვამენ სახელს ბორის პაიჭაძისას, რომლის ვირტუოზულ ოსტატობას და თავაზიანობას არაერთხელ მოუხიბლავს საბჭოთა მაყურებელი. თბილისის ახალგაზრდობა სიყვარულითა და ახდაცებით ულოცავს ბორის პაიჭაძეს გუნდის ბრწყინვალე გამარჯვებას. მე ბორიასთან ფეხბურთელი არ მინახიაც. არ მინახი, ხო მე და შენ ამდენჯერ ვიყავით სოფლე იმაზე, არ მინახია რა. ეგ მე მგონი დაიბადა, იცი? დღესაც ესე იგი მე ესე მგონია პელესო გაყვერის თელი მსოფლიო მაშინ არ იყო ესეთი რა ვქე ჩვენ დროს ტელევიზია არც იყო თორე ბორიას რო გადაეღოთ იმ ტელევიზიაში როგორც პელესი იღებდა ვინ იქნებოდა პირველი მსოფლიოში იმას ვნახავდით თბილისის დინამოელებმა სწრაფად დაიწყეს შეტევა და მოსკოვის კარებს უახლოვდებიან. იმ გამორბის პაიჭაძე გარში ურტყანს ბურთი ბადეშია.